სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის სისტემის დახვეწაზე მუშაობს. თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მონაწილეობა და როგორი უნდა იყოს სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერების როლი აგროდაზღვევის პროცესში. და სასტუმრო ჰოლიდეინში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების გარდა გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელებმაც მიიღეს მონაწილეობა. საპილოტო პროგრამა დაიწყო 2014 წლის შემოდგომაზე. პილოტ პროექტმა გვიჩვენა, რომ დიდია ძალიან დაინტერესება, იმიტომ რომ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში 21000-ზე მეტი პოლისი გაიქცა ამ პროექტის ფარგლებში და 150 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია დაიწყო. შესაბამისად, ინტერესი არის ძალიან დიდი, როგორც ფერმერების, ისე სადაზღვევო კომპანიების მხრიდანაც. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გერმანიის განვითარების ბანკმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში გადადგა. სამუშაო შეხვედრა მიმართულია აგროდაზღვევის გაუმჯობესებისკენ.